თორე ამიტომ იმას ვადი ურჩევნია ხინკალს. ლაზური ხაჭაპური. რა გამიტრაკე საქმე რა გინდა? შეჩემა ჩემი ის რა. ჩაუშვი ეგ. არ არის ეგრე მთლად არ არის. ეხლა გაიჩერე. ეს ადამიანი იცვლება ხარ ზოგჯერ წვადი გიჩვენა ზოგჯერ ხინკალ პერიოდებია ძმაო პერიოდებია ხანდახან ის გიჩვენა ვერო გეკითხებოდი ხოლმე სულ შეჩემ მეკითხები მე უნდა რომ წვადი მირჩევდა ეხლა შეიცვალე. კარგი მწვადი აი კარგი მწვადი. აი ხინკალს ჯობი მაგის თაგინა? არა კარგი არ აი თუ ხინკალს ჯობია ბაზარი არ მაგრამ ხო და აი ხინკალი ბევრად ცოტა ადგილას მაქვს ნაჭამი ვიდრე კაი მწვადი. მაგით უფრო ღირებულია, იმიტომ რომ ცოტაა და რთული გასაკეთებელია. ხო და ვერ აკეთებენ თან უცნაური ეგაა რომ საქართველოში ძალიან ბევრი სპორტში წვაც აკეთებს ხინკალი არ არის ხოლმე კარგი. კაი მწვადს აკეთებს კაი ფერმერი, კაი მწყემსი და აფუჭებს მზარეული თუ აფუჭებს და ხინკალს ხო შეიძლება ცუდი მწყემსი იყოს, ცუდი ფერმერი იყოს და მაინც გემერი გაქვს მზარეული. მარტივი გასაკეთებელია და იმიტომ просто ხორცშია შეწყო. ხო არ უნდა გააფუჭო ეგ არის რა. ხო. აი არ არის ახლა გინდა თუ არის მირჩევნია, მაგრამ ნუ ხორცი მევასება რა უბრალოდ და სარიელი ხორცი შევა მერჩვინოს რაღაც მომენტში ხინკალს. აქეთ დიდებულები. აი ხინკალსაც გააჩნია მე მაგალითად ბიჭო არ მინდა ახლა ეგ ბაზარი რა იმას გააჩნია და არა ქალაქური უფრო პახმელიაზე ვარ მომენტ ისწავა და ქალაქური უფრო მევასება ვიდრე მთიულური მე წვანილიანი უფრო მევასება ვიდრე მწვანე და მე დავაკვირდები რეაქციას და იმის ვიხედავ აი მაგაზე არის კლასიკური ჰიპოთეზა არის ეგეთი რა რესტორანში ქალაქური ვისაც ევასება აი ეს არის რაღაცა უსამშობლო და რაღაცა ეს გემოარა არა რესტორანში რომ მიდიხარ თუ არენდობი როგორი ხინკალია აქვთ იღებ ქალაქურს თუ იცი რომ მაგარია ანეიტრალებს თუ იცი რომ მაგარია აქვთ იღებ მთიულს ლოგიკური ბაზარია ლოგიკური და მთიული უფრო მაღალი პილოტაჟი არის წესით იმიტომ რომ მარტო ხორცი და ის არის კი ამ თემი მუღამიეს რომ აი ბალანსი მარტივი რაღაცების და მე ბოლო პერიოდები ზართვას მიჭამია ქალაქური და მთიულური რაღაც ხშირად გამოდიოდეს რომ მთიულური ჯობდა ხოლმე ქალაქურს ერთ-ერთი რესტორანში ანუ იცი ამენტი აი რა ქვია კარგი აი კატენაჩო ტიკიტაკას შედარება რა ვიყოთ რა ხდები ერთი არის დაჩვენს შედგომაც ხელოვნებაა და მაღალი დონეა მაგრამ და მარტივად შენიღბა მეებს რა ქვია ცდომილებებს ხდები მაგით რა ხო რა შეგლი გაიქცე და შემთხვევით ანუ კონტაქტი და დაცვით იმაშობია და ტიკიტაკაზე ყველა თუ სინქრონში არ არის კარგად რა არ მუშაობს ეგ არის მთიულური ეგ ამ თიულური კატენაჩო არის ქალაქური აგინდა ძმაო ეგეთი კარგი მაგალითი მე არ მომისმენია მართლა საოცარი შედარება კაი გვაქვს შემდეგ კერძი რა გვაქვს მოდი ლაზური ხაჭაპური აი სულგუნებით რო არის ზემოდან სადმე შეჩემა ხინკალი ლაზური ანუ ხინკალიდან ვინმე არის ნახე ჩამოწერილი საჭმინა რომელსაც მთელი ქვეყანა აი როგორ მიხვედი ისეთ რაღაცა და ხუთ კაც აქ ნაჭამი მე არ ვიცი მე არ ნაჭამია ანტონია ხო აი სტარი გონია გადმოიყვანეს და ვერაფერი ვერ ქნა და ეხლა რეალ ბეტიში კარგად თამაშობს და როიკინი ეფენბერგი არ მიყვარს მე ციხირთმა მართლა ეს და ბევრი ხახვი აქვს და ხახვი აქვს არა ციხირთმოს ხახვი არ აქვს იმდენი არ აქვს არა ხახვი აქვს მანდ შეგეთ ცოტა უკნა ხოლმე არა ხახვი ბევრი ციხირთმა კი არა და მეორე აი ქათამი და ბევრი ხახვი როა აქვია მაგას ქათამი და ბევრი ხახვი და ჩახოხვილი ჩახოხვილი უნდა რა წითელი როა ანუ ჰა წითელი ფერი ჩახოხვილი წითელი ანადაში ჩახოხვილი წითელია ამან დუთ არის ხომ ჩახოხვილი თატო ხო არ დაგუგლო თორე წნევა მიწევს არა აიცას მაო რა ჩახოხვილია წითელი გამოიძახეთ ეს ბავშვი მაგარი გოიმიყოფილა მაო რა ჩახოხვილია წითელი ახსნა რატომაც არის გამყა უცბად გითხარი შენ ჩაკაფულზე რას გვეტყვი უი ჩახოხვი არა ეს ამას არ გულისხმობ ჩაკაფული არის 10 ნომერია რა თატოს რო ელაპარაკო ფოტოებით რა იმიტომ რომ ელარჯ გეშალია შეվარიც რო დაუბიჭოთ დაგუგლ ერთით შქმერულს რა შეადარებ შქმერული არ შესა ჩახოხვილია ძალიან თუ ჩახოხვილი შენ რაღაც ეს თუ ჩახოხვილია შენ ეს ძალიან ოლოგორი სუათი არჩა ჩახოხვილი ეს ვერ გამუშოთ რა ნაკოთ ხალხს რა არჩია ო ნო ახლა ჩახოხვილია კარტოფილია რა კარტოფილი არა ეს არ არის ხა მაგრამ მივხვდი რა დაატრიალოს მივხვდი რა ჩახოხვილია ჩახოხვილი ტარხუნით რაც დავსერჩე ისაო მიგდო რა ვქნა ახლა ჯერ სხვა არის მე ხომ იმითებია ჩახოხვილი ძალიან ძალიან მევასება ბიჭო ხო და მე არ ჩემგან იშვიათ გაიგე ეხლა ეს ძალის ვიძახის რაღაცას რო რაღაცა კიდე ერთი ის ხნა ელარჯი და ერთი რაღაცა ელარჯი და გებჟალი არ მიყვარს დიდად
რაღაც დონეზე უკვე просто უხერხული არის ყველაფერი. მაიონეზი ჭამე შენ მაშინ და მაიონეზი მიყვარს ხო არ ვამბობ რა გამიტრაკე საქმე შეჩემ არ მიყვარს ეს მაიონეზი არ შემეცი ბიჭო არაფერი არ გიყვარს რაც ვილაპარაკეთ დიდად არ მიყვარს თქო არა ამ ეტაპზე მე ძალიან მიყვარს მწვადი ეხა მე და მას წვადა ხინკალზე გვიდავია რა გადაცემაშიც მათ შორის და მეთქი ხინკალთან როგორ და როგორ შეიძლება და რაღაცა და აი ეგრე არ არის ნაღდათ ეხლა ეხა როგორ ეგრე ნაღდათ არ არის ეხა როგორ უკან დაიხია 2 წამში მიხევია უკან სასაცილო გააჩნია ხო ხანდახან ბიჭო არა დღეს ეგეთ ხასიათზეა რა გინდა ინტრიგანი ხარ რა დღეს რა შევჭამ დღეს რა შევჭამ და აი ხა ხინკალს შევჭამ არ ქონია ეგეთი სამომენტი რა ხინკალი გინდა რომ ჭამო შენ ეს დაჩეს ხოლმე რა ჭამ და მწვადი არ მოგდომებია რა აი ხა მე მწვად შევჭამდი ხინკალი არ მწვადი მი მაგაზე უკამათობთ რა დღეს გავიღვიძებთ შეიძლება ის ხანისია ხო ხანის გინდა შეჭამ რომელი ჯობია ანუ მაგაზია აი მე რომ ამარჩევინო არ ვიცი მართლა რა არიცი შეჭამ ბიჭო არ არის ხორცი გევასება მაგრად და მწვადი ხინკალში არა ხორცი მე შეჭემა შენ ესე გევასება მწვადი ეხლა რატო ბიჭო შენ შიქ ხო ანუ სერიოზულად გონია რომ ეხლა მე უკან ვიხევ და ვაიმე არა ხინკალი ვიტყუები თუ რა შეჭემა ზროსლებში შაგრიე მოგიყვანე და ეგრევე არა ხალხ მე არა არა არის ეგრე ჰა ვიტყვი შენ თუ რა გიხარ და მწვადი ჯობია ხო არა რა წვადი ჯობია 100 თავი ჯობია საკუთარ თავს ნუ უარყოფ და არ უარყოფ შიგაგან შეჭება გამიტრაკე საქმე გინდა თუ არა მეგობრებო არ არის ეგრე და მეგობრებო აი რომელი გადაცემა იყო აი ბიჭო შენ სულელი ხო არ ხარ შეჭება იმ ხუმრობის არ იყო 6 წლის რო ვიყავი 6 წლის გოგოები მომწონდაო შეჭება და ეხა კი აღარ მომწონს 6 წლის რო ვიყავი მე ვასებოდა ჩემი კლასელი პირველ კლასში მაგრამ ეხა აღარ ვასება 6 წლის მაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვარავუდო აბა რომ რატომღაც ლეონელ გადაცემაში მოხდა მარტო რომ წვადზე ცოტა უკან დაიხია თორე იქამდე წვადი გაქონდა სულ სულ ყოველ გადაცემაში მეკითხებოდი ხოლმე მაგას არა აცივდა და გულის ხინკლის ეჟონ ოდნავ გულმა გადაიანცდა ხინკლისკენ არ ბიჭო ანუ მე ვხვდები რატო არის პრობლემა რომ აი ბაზარი არა ნუ ზოგადად შეიძლება ესე გითხრა რომ გითხარი რამდენიმე გადაცემაში როცა იყო წვადი ძალიან ბევრი კი ბატონო მაგრამ დღეს გადავარ და საფუძველი არ გადავიფიქრებია თან არ გადავიფიქრებია შეჭმა არ გადავიფიქრებია გავითარდაო ნახე ო ბაზარი არა არ გადავიფიქრებია არ გავითარებულა კაი გასაგებია დადო ბლიცებს გადავახო ჩაუჯდები ყველას ეხა ეს მარტო იმიტომ ხდება რომ წვადი ხინკალზე ლაპარაკი ხდები აქ რო წვადი და მაგალითად რა ვიცი ბოზართმაზე ლაპარაკი არ დაიწყებოდა ხო და არაფერი ხო ცოტა უფრო ყლეობა საჭმელი გვეთქვი რაღაცა ისეთი თუ არც გამიგია ვაფშე ანუ არც ვიცი რა თქვი სადაური საჭმელი იყო ვაფშე რა არის ახურეს რა საჭმელი თქვი ვერ გავიგე ბოზართმა არის აი შენ ეს ბოზართმა ხო ბოზბაში ვიცი ხო და ბოზართმა საკეთებ ეგ არის ბოზართმა შენ ეძები წეღარ ჩახობილს რომელიც აი ხახვითა და გამჭვირვალე და წითელი არ არის ეგაა ბოზართმა ჰა ჩაწერე რა ბოზართმა არც ვერ გამიგე ბოზბაშის მათესავეა ბოზართმა ბოზართმა საჭმელია ბოზართმა ქათმის მარტივად ბოზართმა სამწუნიანი რო ურჩიოს სამწუნიანი სანამ გარდაიცვლება აი მამეთ შეიძლება გავს ეგა შეიძლება ის უფრო გავს იმასაც არ მევასწრებ ის უნდა ურჩიოს სამწუნიანი მე მგონი ქათმის ჩაშუშულია რა კომენტარში უწერე ვიღაცა ქათმის ჩაშუშული იგივე ის არის რა ქვია ჩახობილი არის იგივე ხო ო ესე იგი ჩემი მე რა ვიჭამე ესე ჩაშუშული რას გაჭვერდი შეჭება ესე იგი ეგ საჭამე ეგ ვიცხა სად ანუ ვისთან როგორ სახში თორე მეჭამე ბავშვობაში დიდი გავიღავ ფერები არ გასუს რაღაც ეგეთია შეიძლება ხო ბავშვობაში არ დამევასა და არ დამევასა რა აუ კაია ანუ ეხლა უცნაური იქნება ანუ იმას აქში რო შევედი უკვე რესტორანში ვჭამდი მან პირველად ვერ გავშინჯავდი ხა რაღაცას უკვე გაშინჯული მექნებოდა ყველაფერი მაგამდე რა და მაგით იქამდე ჩამომიყალიბდა რომ რაღაცა მევასება რაღაცა არ მევასება მით უმეტეს ჩემი გაუბედურებული 90-იანი წლების ბავშვობაში რა რესტორანში უნდა მე არა რატო კაცო 90-იანებში რამდენი რესტორანი იყო? იყო ზოგადად იყო, ხო, ბაზარი არა. ბურეკი სახინკლები მასპინძელოს ყველაფერი იყო. და კაპიკები რა დავალეთ, ველიამინოვი. კაპიკები რო ღირდა, კაპიკები, ველიამინოვი, ხო, ველიამინოვი მამა ჩემი დადიოდა ბავშვობაში. მაშინდელია, მაგრამ დანარჩენი რა, ფიქრის სახლი იყო და ელდეპო ამის სახთან ახლოს ვერაზე. კაია. რა არის კაი? ცა ვიხალისე. რაზე?
შენს კარტოფილი მაიონეზით დაიწყო ყველაფერი და უფრო დიდ ჭიხში რო შევიდე რატო ძაღ ხოდა შევედი უფრო დიდ ჭიხში ტრაგაზაკ რატო გებიცე ამ წამს ეძებდი გამჭვირვალე ჯახოხბილს ინტერნეტში ანუ ლუკას რეაქციებზე ვიკაიფე შენ დაცვა რო უდო და ნელ-ნელა რო ხვდებოდა რომ არ იმენა ის და ეს თავის დაკენსელება რო ტიპი ხო რაღაცა რასისტურების რო არა ეგ არ გულისხმეს ზუსტად შენ და ადვოკატის გარშე ხوار ნამოიღოს ლაპარაკობთ ხოდა ჩიხირთმა არ გიყვარს ბოლო თუ ჩიხირთმა სიგულის რამეს ხახო ჩიხირთმას და ქართულ კერძებს ზებს ლაპარაკობთ დატო კარგად მოусმინეთ ჩიხირთმა არ ყოფილა აღმოჩნდა ქათმის ჩაშუშვილი ეგეც და მე ჩიხირთმა მეგონა მაგრამ ქათმის ჩაშუშვილი აღმოჩნდა აიცა ხო ქათმის ჩაშუშვილიც იგივე იქნება ქათმის რატო სწავლობს კერძებს სული არა ეს იგივეა ბიჭო არ არის ეს არა რო გეყურებინა ლუკასთვის რაღაც ან მასტერშეფისთვის ან ლუკას რო YouTube-ზე ქონდა კარჩ ეტყვი რა კონტენტი რაღაცა გეცოდინებოდა 1-2 კერძი აცადერთან ბავშვობაში მაგ ნაჭამი ქათამი იყო მოხარშული და ხახვი ქონდა ბევრი ხახვი იყო აი ეგ მაგ ნაჭამი და არ დამევასა და როგორც მახსოვს მითხეს რომ ჩახოხბილია გულიონი ხო არის ანუ მოკლედ რაღაცა მოატყუეს მოკლედ და ტრაუმა და მაგის მერე ჩადებული მაგ თავში რომ ჩახოხბილი არ მიყვარს გულიონი ხო არ არის თქო ეგრე კეთდება არა ხა მარტო ხახვით იმით წვენი არ ქონდა ბევრი არა წვენი არ ქონდა ბევრი აი შრალი იყო ნუ სველი იყო შედარდეს ქათამი მაგრამ ნუ თავარი არ წვენი არ ქონდა ქათამი იყო თავარი არ ქათამი მოხარშული ოღონდ შეცვალა თავარი რომ იყო ეგარი რა არ გვინდა როგორ იყო იყო ქათამი იყო ხო 90-ებში ქათამი რო იყო ეგეც კაი ამბავია არა მაგაში გეთანხმები კი ბატონო მაი ლივერპულის მართალი ხარ დატო იყო ეგეთი რაღაც მეს მიჭამია ბავშვობაშია ეხა გამახსენე ერთმა ადამიანმა მოგწერა ეხა 3 მილიონში ვიღაცა იქნება საკმარისი აუსინისო იყო მეზობელი იყო აი კატო ჩვენს შახოხბულს ვეძახდით მაგ საჭმელს აჰა ძმაო კიდე სხვა კაცია ჩემ ერთნაირები შევიკრიბოთ ხალხი მაიცა ქათამი რა მაიცა რა თქვი ერთი პრიუტის ხალხი შევიკრიბოთ ეს დიდ კვამში იყო მოდიოდა და დიდი არა მაიცა ნახე ეტყვი ხა მე რა ხდება რა თქვენ ვერ გაითვალეთ ცენტერში ან ნეტლის ხარ 34-ის 34 ესეც ბავშვია რა ბიჭო მაშინ 90-იანებში ძალიან ბევრი აი საიდანაც ტყემალი გაიჩითა რომ გაჭირვებისგან და უბედურებისგან და რაღაცა რომ არ ქონდა დრო ბევრი და რაღაცა კერძებს ვიგონებდით ხო ქართველები იგივე ჩურჩხელად უნდაც ხო ისეთი კერძია რომელიც უცებ ომში წაიღე რაღაცა 90-იანებში როცა არ იყო ბევრი რაღაცა იმენა იგონებდნენ რაღაც უბედურ საჭმელებს ხო მე მაგალითად მაკარონი შაქრით მაქვს ნაჭამი მაკარონს შაქარს მოაყრი ეგეთი რაღაც მეც პურს კარაქს რო წაულს მე და შაქარს რო მოაყრი ეგეც მაქვს ნაჭამი ხო აი ხო სახელი ქვია რა მე ხა მაგას არ ამგონია მაგრამ ნუ რაღაცას ეძახდნენ და აქაც აი ვეთყობა ჩვენ ერთნაირი ხალხი ვიღაცებ გავიჩიტეთ და არა ხო ახლა ნუ ანუ დიდი მიგნება არ უნდა ხახი რომ მოაყარო იმას ექვია ხათამს რა ამიტომ აი ხო და ეთყობა ხო და ნახე ეთყობა პროსტა ბევრი ადამიანი ვიღაცები ჩახოხბულს ეძახდნენ მაგას თუ არ იყო რეალურად ჩახოხბული ეთყობა რაღაცა პროდუქტები რა ჩახოხბულის საჭირო არის შევებოდა მარტო ქათამი და ხახვი იყო ავარია რომ ქათამი იყო თქო იონებით რა გითხათ ხო არა ბაზარი არა იმედია ქათამი იყო ეგეც არა დაწუნებული მაგრამ იმედია ქათამი ვა მომწონა მოყვითალო სოუსში ხო აი რაღაც ეგეთი კი ბატონო